ტრამპის ტარიფების ომის საპირწონედ ახალი სავაჭრო ეკონომიკური ალიანსები იქმნება. ხუჯანდის ისტორიული დეკლარაცია, რაზე შეთანხმდნენ აზიის ქვეყნების ლიდერები. ახალი განხეთქილების ვაშლი საფრანგეთსა და ალჟირს შორის. ნიგერიის პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო და სატარიფო ომმა მსოფლიო ბაზარზე სერიოზული რყევები და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა გამოიწვია. წინათ ამერიკა ბაზრის ლიბერალიზაციის სულის ჩამდგმელი იყო. ახლა კი ტრამპი საპირისპიროს აკეთებს. მისმა პოლიტიკამ არა მხოლოდ ამერიკის მეტოქეები, მისი მოკავშირეებიც კი დააბნია. მსოფლიო ყოველდღე მარჩიელობს, რა ახალი იდეით გამოვა ამერიკის პრეზიდენტი. ქვეყნების ლიდერები თავს იმტვრევენ, რა დაუპირისპირონ ტრამპის ეკონომიკურ ხრიკებს. ფიქრობენ, რომ შექმნილ ვითარებაში მათთვის ამერიკის ეკონომიკური გავლენის შესუსტება და ახალი სავაჭრო ალიანსების შექმნა ყველაზე მართებული. სწორედ ამიტომ ეწვია ტოკიოს ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში იაპონიისთვის ბრაზილიის პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო სტუმარია. მანამდე ტოკიოს ბოლო სტუმარი დონალდ ტრამპი იყო მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში. ბრაზილიის პრეზიდენტს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ქვეყნის იმპერატორი კი მას პირადად გაუმასპინძლდა სამეფო სასახლეში, რაც იაპონიის მონარქის მხრივ საკმაოდ იშვიათი ჟესტია სხვა სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. ბრაზილიის პრეზიდენტს 100-მდე ადამიანი ახლდა, მათ შორის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ამ ფრიად მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა, არაერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მთავარი ხელშეკრულებები ეკონომიკის დარგს ეხებოდა. ორივე ქვეყანა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებითაა დაინტერესებული. ბრაზილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ ტრამპის ტარიფები მას საფრთხეს უქმნის. ამერიკის პრეზიდენტმა ტარიფები დააწესა ფოლადის იმპორტზე. ბრაზილია კი კანადის შემდეგ მეორე უდიდესი ლითონის ექსპორტიორი ქვეყანაა შეერთებულ შტატებში. ასეთივე მდგომარეობაა სხვა დარგებშიც. ამიტომ ბრაზილიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების პოვნა. მეორე მხრივ, იაპონიას ბრაზილიის ფოლადი, სოფლის მეურნეობა და ავიასამშენებლო სექტორი აინტერესებს. ბრაზილია ამ დარგის ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. ხელშეკრულებების უმრავლესობა სწორედ ამ დარგში დაიდო. შეხვედრის დროს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იშიბა სამხრეთ ამერიკის ცნობილ სავაჭრო ბლოკ მერკოსურთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მერკოსური, რომელშიც არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი შედის, სიდიდით მეხუთე სავაჭრო ბლოკია მსოფლიოში. იაპონიას ამ მნიშვნელოვან ბაზარზე შესვლა აინტერესებს. ეკონომიკურის გარდა შეხვედრაზე უსაფრთხოების, კლიმატისა და სხვა მრავალი საკითხი განიხილეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით იაპონია დასავლეთის ბანაკის წევრია. ბრაზილია კი გლობალური სამხრეთის ნეიტრალურ პოზიციაზე დგას, მაგრამ როგორც შეხვედრის შედეგებმა აჩვენა, ბრაზილიასა და იაპონიას ამ საკითხებშიც ბევრი რამ აერთიანებს. ბრაზილიასთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონფრონტაციაში ჩაძირული სამყარო თანასწორობასა და თანამშრომლობას დავუბრუნოთ, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. ქვეყნის ლიდერებმა ასევე კლიმატის საკითხები განიხილეს. ლულა წელს გაეროს კლიმატის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. იაპონია კი თვლის, რომ კლიმატის სწორად მართვა გლობალური ლიდერობის ნიშანია. ამიტომ იაპონია კლიმატის საკითხებში ბრაზილიას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორსა და მთავარ ძალას. ვიზიტის ბოლოს ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, არასტაბილური გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით ორივე მხარეს აქვს ძლიერი სტიმული თანამშრომლობა განაგრძოს.
ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდში, შუა აზიის, იგივე ცენტრალური აზიის სამი ქვეყნის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხუჯანდის ისტორიული დეკლარაციით დაგვირგვინდა. დოკუმენტმა სამ ქვეყანას შორის დიდი ხნის სასაზღვრო დავები დაასრულა, რომლის ხელმოწერის შემდეგ სამივე ლიდერმა დისტანციურად მეგობრობის სტელა გახსნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სასაზღვრო დავები ამ ქვეყნებს შორის ხშირი და მწვავე იყო, რომლის მთავარი მიზეზი ფერღანის ხეობის გაყოფა აღმოჩნდა. ხეობა შუა აზიის მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც ერთად უზბეკები, ყირგიზები და ტაჯიკები ცხოვრობენ. ხეობა მართალია პატარაა, მაგრამ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და აქ სამივე ქვეყნის საზღვარი გადის. პირველი ადმინისტრაციული საზღვრები, მათ შორის ეკონომიკურ და ეთნოგრაფიულ რეალობათა გაუთვალისწინებლად საბჭოთა ხელისუფლებამ 1920-30-იან წლებში გაავლო. მაშინ საბჭოთა მთავრობა დიდად არ იწუხებდა თავს საზავრო პრობლემებზე, რადგან საბჭოთა რესპუბლიკები ერთ მთლიან სახელმწიფოში იყო მოაზრებული და გაერთიანებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სასაზღვრო პრობლემები გამწვავდა. ეთნიკურად განსხვავებულ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ხშირი იყო დაპირისპირება, რაც მეტწილად სისხლისღვრით თარდებოდა ხოლმე. მაგალითად, 2010 წელს ფერღანის ხეობის ყირგიზულ სექტორში უზბეკებისა და ყირგიზების შეტაკებას 100 ადამიანი შეეწირა და 1500 დაიჭრა. ასეთი დაპირისპირება 2022 წელს ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე მოხდა. შეტაკებათა მიზეზი საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პრობლემები იყო. საკითხზე მოლაპარაკებები ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის, რომელსაც მოგვიანებით უზბეკეთიც შეუერთა, 2002 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდა. ხუჯანდის დეკლარაციამ სასაზღვრო პრეტენზიები გააბათილა და მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას მისცა ბიძგი, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაზე. ფერღანის ხეობის ყირგიზულ ნაწილში უზბეკური კომპანიების საინვესტიციო პროექტები უკვე ამუშავდა, მათ შორის სამკერვალო, სამშენებლო მასალების, ტყავის გადამამუშავებელი და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. ასევე განხორციელდა აზიური საავტომობილო ქარხნების განლაგება ხეობაში. ყირგიზეთი კი უზბეკეთისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, უფრო მეტად ხორცისა და რძის მთავარ მიმწოდებლად იქცა. ასეთივე დინამიკა შეინიშნება ტაჯიკეთთან ურთიერთობაში. სამხრივი ვაჭრობის წლიურმა ზრდამ 30%-ს მიაღწია. შენდება სასაზღვრო სავაჭრო ზონები, თანამედროვე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ხუჯანდის შეხვედრაზე ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერებმა სტარტი მისცეს სახელმწიფოთა შორისი ელექტროგადამცემი ხაზის დატკა სოგდის ამოქმედებას. ეს ხაზი უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც ორი ქვეყნის ელექტროგადამცემების გაერთიანებასა და პაკისტანისა და ავღანეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც თავისთავად ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის გეოპოლიტიკურ გაძლიერებას ნიშნავს. ხუჯანდის შეხვედრაზე სხვა ქვეყნებთან საზღვრების კონტროლის საკითხებიც განიხილეს. განსაკუთრებით მწვავე დგას მათი ავღანეთთან საზღვრის პრობლემა, რადგან ავღანეთიდან ნარკოტრაფიკინგისა და ისლამური რადიკალიზმის შემოტევის დიდი საფრთხეები არსებობს. ფერღანის ხეობაში საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს, რომლის გავლით ნარკომაფია და რადიკალი ისლამისტები შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეუმჩნევლად შედიოდნენ. შეხვედრაზე საერთო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კომუნიკაციისა და შესაბამისი ერთობლივი ოპერაციების შეტარების საკითხიც გადაწყდა. ხუჯანდის დეკლარაციას ჩინეთი და ევროკავშირი მიესალმა. მათ შუა აზიაში რუსეთის შესუსტება და ზოგადად რეგიონის გაძლიერება აინტერესებთ. არ დაგვავიწყდეს, ცენტრალური აზია რთული გეოპოლიტიკური კონფიგურაციის მქონე რეგიონია, რომელიც ბირთვულ ქვეყნებს ესაზღვრება და ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრის ინტერესების კვეთაზე მდებარეობს.
საფრანგეთსა და ალჟირს შორის დიპლომატიური კრიზისი, რომელიც მიზეზთა გამო უკვე 1 წელია მძვინვარებს, არ ცხრება. ისტორიულად ფრანგულ-ალჟირული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა მშვიდი და ბედნიერი. ალჟირს, როგორც საფრანგეთის ყოფილ კოლონიას, მის მიმართ უამრავი ჩივილი ჰქონდა და აქვს. საფრანგეთს კი ალჟირის მიმართ თავისი პრეტენზიები აქვს. მაგალითად, ალჟირელი მიგრანტების დიდი ნაკადი და მათი რადიკალური განწყობა აწუხებს. აქამდე ორ ქვეყანას შორის როგორღაც ყოველთვის გამოინახებოდა ხოლმე კომპრომისი, მაგრამ ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტების შემდეგ ურთიერთობა შესამჩნევად გამწვავდა. დაძაბულობამ 2024 წელს მიაღწია კულმინაციას, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. ალჟირი განაწყენებულია საფრანგეთის მიერ ალჟირელი არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებისა და მოროკოში მაკრონის შარშანდელი ვიზიტის გამო, რომლის დროსაც მაკრონმა საფრანგეთის მიერ დასავლეთ საჰარას მაროკოს ტერიტორია დაღიარება დაადასტურა. საქმე იმაშია, რომ დასავლეთი საჰარა დღემდე სადავო ტერიტორიაა, რომელიც ფორმალურად მაროკოს ეკუთვნის, მაგრამ დასავლეთ საჰარის მოსახლეობა დამოუკიდებლობას ითხოვს, რასაც ალჟირი მხარს უჭერს. ამის გამო 2021 წელს ალჟირმა და მაროკომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მაკრონის ვიზიტი და მის მიერ მაროკოს მხარდაჭერა ალჟირელებმა მტრულ საქციელად მიიჩნიეს. ახლა კი კრიზისი ალჟირის ხელისუფლების მიერ ცნობილი ფრანკო-ალჟირელი მწერლის ბუალემ სანსალის დაპატიმრებამ გააღრმავა. 75 წლის ბუალემ სანსალი მსოფლიოში ცნობილი ფრანგულენოვანი მწერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია ალჟირულ ისლამიზაციასა და საფრანგეთში ისლამის გავრცელებას აკრიტიკებს. მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში დასავლეთ საჰარის საკითხით წამოსწია. მწერალმა ალჟირსა და მაროკოს შორის ურთიერთობის გაწყვეტის ფაქტი გააკრიტიკა და განაცხადა, სამართლიანი იქნებოდა თუ დასავლეთ საჰარას მაროკოს ტერიტორიად ვაღიარებთო. სწორედ ამ ინტერვიუს კვალდაკვალ დააკავეს გამოჩენილი ალჟირელი ფრანგი მწერალი. ალჟირის პროკურატურა მას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. მწერლის პოლიტიკური დევნა ბევრმა ქვეყანამ დაგმო, უპირველეს ყოვლისა ევროპამ. ის სასამართლომდე 4 თვით ადრე დააკავეს. ადვოკატს კი მისი დაცვა უკრძალეს, რადგან ვეკილი ებრაელი აღმოჩნდა. საბოლოოდ ბუალემ სანსალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 3500 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთში განაჩენმა მემარჯვენეთა და მემარცხენეთა ერთნაირად დიდი აღშფოთება გამოიწვია. ყველა აცნობიერებს, რომ 75 წლის კაცისთვის 5 წლიანი ციხე სამუდამო პატიმრობას ნიშნავს. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ სანსალის დასჯა საფრანგეთისა და ფრანგული ეროვნული ღირებულებების დაგმობის ტოლფასიაო. მარი ლეპენის თქმით, ეს ამბავი ალჟირის რეჟიმს წარუშლელ ლაქად დარჩება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ალჟირის მძევალ მწერალს საჯაროდ დაუჭირა მხარი და დახმარება აღუთქვა. ასე თქვა, ყველაფერს ვიღონებ, რომ გავათავისუფლოო. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელსაც ხშირად აფრიკის გიგანტს უწოდებენ, კონტინენტის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა 236 მილიონი ცხოვრებითა და უზარმაზარი ეკონომიკით. ხანდაზმულობის მიხედვით ნიგერიის მოსახლეობა ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში. გაეროს პროგნოზის თანახმად 2050 წლისთვის ნიგერიის მოსახლეობა 367 მილიონ ადამიანს მიაღწევს, ანუ ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილზე გავა. ნიგერია სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამეფოთა და ტომთა დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. მე-19 საუკუნიდან ბრიტანეთის კოლონია იყო. 1960 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 7 წელიწადში ქვეყანაში სამოქალაქო ომმა იფეთქა, რომელიც 3 წელიწადს გაგრძელდა და 3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.
ომის შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობები და სამხედრო დიქტატურები, სანამ 1999 წელს ქვეყანამ შედარებით სტაბილურ დემოკრატიას არ მიაღწია. ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით ნიგერია მსოფლიოს 27 ქვეყანაა, რომლის მთავარი სიმდიდრე ნავთობია. 1971 წლიდან ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრია. მიუხედავად ასეთი სიმდიდრისა, მოსახლეობის 70% ღარიბია, რომლის მიზეზად ელიტური კორუფცია სახელდება. სიღარიბეს კი კრიმინალი მოაქვს. გაეროს მონაცემებით, ნიგერია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანაა, სადაც კბილებამდე შეიარაღებული ბანდები და ტერორისტული ორგანიზაციები დათარეშობენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ისლამისტური ორგანიზაცია ბოკო ჰარამია, რომელიც ხშირად აწყობს ტერაქტებს. სახელმწიფოებრივი მოწყობით ნიგერია ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მოდელის მიხედვითაა შექმნილი. იგი 36 შტატისგან შედგება. ქვეყნის მეთაური პრეზიდენტია, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ. ნიგერიის ახლანდელი პრეზიდენტი 73 წლის პოლიტიკოსი ბოლა ტინუბუა. ბოლა ტინუბუ ნიგერიის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს იორუბას მიეკუთვნება. სკოლა რომ დაამთავრა, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუხალტერიას სწავლობდა. სტუდენტობის დროს მუშაობდა და პრაქტიკას გადიოდა ამერიკის ცნობილ აუდიტორულ კომპანიებში. 1993 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ამერიკის ნავთობ კომპანიის მობილ ოილის ნიგერიის ფილიალში დაიწყო მუშაობა, რომლის მენეჯერი გახდა. ბოლა ტინუბუს პოლიტიკური კარიერა 1991 წელს დაიწყო, როცა ის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 1992 წელს ნიგერიის სენატში აირჩიეს, სადაც საფინანსო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1993 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლა ტინუბუს პარტიის კანდიდატმა მოშუდ აბიოლამ გაიმარჯვა, მაგრამ ნიგერიის გენერალიტეტმა გენერალ სანი აბაჩას მეთაურობით არჩევნების შედეგები არ სცნო. ქვეყნის სათავეში გენერალი სანი აბაჩა მოვიდა, რომელმაც პარლამენტი დაითხოვა და დიქტატორი გახდა. ასე დამთავრდა ნიგერიის დემოკრატიზაციის მესამე მცდელობა. აი სწორედ მაშინ გახდა ბოლა ტინუბუ აქტივისტი, რომელიც დემოკრატიის აღდგენის კამპანიას შეუდგა და ბრძოლაში ეროვნულ დემოკრატიულ კოალიციას შეუერთდა. 1994 წელს ის იძულებული გახდა ნიგერია დაეტოვებინა. სამშობლოში მხოლოდ 1998 წელს აბაჩას გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. დიქტატორის გარდაცვალებით დაიწყო ნიგერიის დემოკრატიზაციის მეოთხე მცდელობა. იმავე წელს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შტატების გუბერნატორების არჩევნები ჩატარდა. ქვეყანა დემოკრატიზაციის გზას კი დაადგა, მაგრამ ელიტას მაინც ყოფილი გენერლები და მათთან ასოცირებული პარტიები წარმოადგენდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ბოლა ტინუბუ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერს ექს-გენერალ ობასანჯო ილუსუგენს დაუახლოვდა. ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ ბოლა ტინუბუ ლაგოსის შტატის გუბერნატორის კანდიდატად დაასახელა. მან არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ლაგოსის გუბერნატორი გახდა. პარტიის ლიდერი ობასანჯო ილუსუგენი კი ნიგერიის პრეზიდენტად დაირჩიეს. 2003 წელს ბოლა ტინუბუ მეორე ვადით აირჩიეს ლაგოსის გუბერნატორად. ეს თანამდებობა მას 2007 წლამდე ეკავა. მისი მეთაურობით ლაგოსი გაძლიერდა და გაფართოვდა. პირადად მისი დამსახურებაა ლაგოსის სატრანსპორტო და დასუფთავების სისტემების წარმატებული განვითარება. ბოლა ტინუბუს გუბერნატორობის დროს საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზარდა და განათლებაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო. მეორე მხრივ ბოლა ტინუბუ კორუფციულ სკანდალებში გაეხვა. მას ლაგოსის ნათლიაში არქვეს. მისი ოჯახი და ახლობლები ლაგოსის ყველა დიდ კომპანიაში ფლობდნენ წილებს. 2015 წელს ნიგერიაში დოკუმენტური ფილმი გამოვიდა სახელწოდებით ბურდილონის ლომი, რომელმაც
ბოლა ტინუბუს მაქინაციები სააშკარაოზე გამოიტანა. მან ფილმის შემქმნელებს უჩივლა და ფილმის აკრძალვას მიაღწია. ლაგოსის გუბერნატორობის შემდეგ ბოლა ტინუბუს 2023 წლამდე ოფიციალური თანამდებობა აღარ დაუკავებია, მაგრამ ის მუდამ რჩებოდა ნიგერიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად. 2013 წელს მისი თაოსნობით ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, საერთო პროგრესული კონგრესი. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონგრესმა თავის კანდიდატად გენერალი მუჰამადუ ბუჰარი წამოაყენა. ბოლა ტინუბუს დახმარებით ბუჰარმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ბუჰარის გამარჯვებამ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის 16 წლიანი მმართველობა დაასრულა. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციურმა კანდიდატმა მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო პროგრესულმა კონგრესმა თავის კანდიდატად ბოლა ტინუბუ დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო არჩევნები და ნიგერიის მე-16 პრეზიდენტი გახდა. ბოლა ტინუბუს მეუღლე ქალბატონი რემი ტინუბუა, ისიც პოლიტიკოსია, სენატორი იყო. ბოლა ტინუბუ მუსლიმია, რემი ტინუბუ კი ქრისტიანი. წყვილს 3 შვილი ყავს. ბოლა ტინუბუს სხვა კავშირებიდან კიდევ 3 შვილის მამაა. ტინუბუს ოჯახს დიდი წილები აქვს ნავთობისა და სამშენებლო კომპანიებში. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.